ბუზი საიდან გაიშთამყინო. ეს ზაღლები ძალიან ხوار შემოდის. და დაუბრუნდით ჩვენს გრანდიოზული პროექტით. ვერავინ ვერ წარმოიდგენდით ამ პროექტს. ეხლა შეიძლება ქობულას უყენკიანია ხო ქავერზე უეჭველი უკვე. წამო ეხლა ვნახოთ, დიდი სურპრიზი მაინც არ გამოდის, მაგრამ განახებთ, ჩვენთვის თავარი იყო, რომ მანქანა ფორმდებოდეს და ჟანგი არ ქონდეს. ამის შემდეგ ჩვენ თვითონ მივხედავთ ამას, აბა ვნახოთ რა მანქანაა. WAZ 2101 კარები ხა დაკეტილი არ არის, ვიცით. შეგიდა გადაიღი ქობულა ხდება მანქანაში. ნიკელის ბამპერი გვაქვს წინ. არა და ნოლადინი მოვასებოდა წინა ბუფერის გარეშე. ბევრად სპორტული იყო. ამას მოხსნით ყიდით $1200 ვისაც გინდა დაწერეთ. ვიცოდით ამ მანქანას რომ ჟანგი არ ქონდა, ფორმდებოდა, ჩვენი მიზანიც ეგ იყო. რატო გადავწყვეტ 2101 ნოლადინი რასაც ვეძახით. ბავშვობაში მამაშიმა წამიყვანა იპოდრომზე, რაღაცა მაგარი რეისი, რალი იყო, პარნი იყო, სლალომი თუ არ ვიცი რა ერქვა და ეგ ისტორია მონაყოლი მაქვს მე ვიდეოებში. მეთქი ეგ უნდა ვიყიდოთ ხო რა. და უმეტესად სხვათა შორის რალიზე და რასაც გონკებს ვეძახით ხოლმე, მაგაზე 01-ს იყენებ. რახან ჩვენ საქართველოში დავიბადეთ, გავიზარდეთ 90-იანებში, ჩვენი სენტიმენტები არის ეს საუეცკი მანქანები, ამერიკაში რო დავაბადებული ყავი, შეიძლება ხე Dodge Charger-თან მდგარიყავი ესე, ან იაპონიაში ამ ძველ GDM-თან, მაგრამ ქართველები ვართ და რა ვქნათ, ეს ყავდა 90-იანებში, სხვა არ ყავდა. თან მარტივიც არ იყო ძებნა, იმიტომ რომ ჯგუფებში დავწერეთ, მაიავტოზეც ვეძებეთ და ძალიან რთულია რომ ეს იპო, რომელიც ფორმდება, თან დადის, იქოქება, კაი მდგომარეობაშია, მე რა რომ მიგდებულია, აი ამ ნომერზე შეამჩნევით რომ ფორმდება. ეხა დავქუქავთ, წავიყვანთ GM-ში, წინასწარ არ დაგასპოილერებთ, რის გაკეთებას ვაპირებთ. ნახოთ, წამოქობულ ერთი შეგინა. ეხა პირველ რიგში რაც უნდა გავა. გასაღები არაა? გასაღები არაა. და ის ჯერ აკუმულატორი ჩავდოთ და წამო. ოპა, ეხა როგორ დავისვარ. ეხა აკუმულატორს ჩავდებთ და დავქუქავთ. წამო აკუმულატორს ჩავალოთ. კაპოტი რო აქედან ეხდება, ვიცი. Давай. Კაი, ეს დაქუქავს, ეს არ მინდა მოიცა ეხლა. ამას ეს ორბეჭი რო ავდივით ხოლმე აღმართი ხო იყო და ზაფხულში ბაბუაჩემს რომ მივყავდი და გზაში რა ერთ 3 ადგილას ხან წყალს ადუღებდა, ხან ბენზინი, აუ რავი, სულ პრობლემა იყო ესე. არ მახსოვს რომ თბილისიდან ორბეთამდე ისე ავსულიყავით რომ მანქანა არ გაფუჭებული იყო რა. ანუ ეგ რაღაცა ის ნაწილი იყო რა ყველაფრის. ხო, აი ბენზინი უნდა დაუკაჩავ, მოდი გადაიღე რა. შეხედე, ნახე. ოპა. მაგარი რა იყო ისი? მაგარი იყო ის რომ ვინც მძღოლი იყო, ყველა მიცოდა თავის მანქანის გაკეთებას. სადაც რომ მივდიოდით ხოლმე, ანუ საჭესთან ვინც იჯდა, თუ გაფუჭდებოდა, რამე გადადიოდა და აკეთებდა რა. ეხა წარმოიდგინე რომ ვიღაცა მიდის, 2 მილიონი მანქანა არისო საქართველოში და ვიღაცა გავუშვი და გზაზე რაღაცას რო ჩალიჩოვდეს. წარმოუდგენელი. მიუხედავად იმისა, გასაღები გვაქვს. აი გასაღებს აქ დავაგდებ, არ ვჭირდება, იმიტომ რომ გასაღებით არ იქოქება. აი ჩაჯდომა. აი 01-ის ეგ მომწონდა რომ ესეთი სპიდომეტრი ქონდა რა, ესე რომ გადადიოდა და 160 აწერია? რატო მახსოვდა რომ ამას 120 ეწერა. ერთს ყავდა ნოლადინი და იმას რაღაც მოწყვეტილი ქონდა ტყვის თუ რაღაცა, სულ 120-ზე ეგდო რა. და კიდე 90 რო გადაცდებოდი ხოლმე, ის ტროსი ჭედავდა და რჩებოდა, მე ანელებდი და ვითომ მაინც 100-ით მიდიოდია ეგ იყო რა. ამას უჯერებდი. კაი. მოიცა, ავისფერი და წითელი უნდა დავადო ერთმანეთს. მოიცა, არა, ჯერ ის უნდა გავხსნათ რა ქვია. წითელი გადაჭერი. არა. აი, ნახე, ზეთმანთო, ელფი, ზეთმანთო, ელფი. ეს მოიცა ეს მე ჩავსვა ამაში ეს. რომ ეს გაიხსნას. всё, პრიბორი გაიხსნა. მოდი. აკუმულატორი დაერთებულია. მოიცა, ოპა, პაცუსი უნდა მოუწიო. პაცუსი იცით რა არის ვაფშე?
ბავშვები რო გიყურებთ, ისი პაცოსი არის. პაცოსი არის კონსტანტი. ცივზე რომ აღახმაზე ქოქავთ BMW-ებს ხოლმე. მეჩა ათრანდები ადვილად არ არის რა. დაბუხსავდა სტარტერი? მეგონი დაგვეხა. ერთი წამი. აი, რაღაცა წერტილი უნდა უპოვო რა. სად ბოლომდე ამოწეული პასოსი რო არ მუშაობს მახსოვს. ესე რო ქოქავდა ხოლმე ბაბუაჩემის უიჯდა და ესე დასავდა ხოლმე მე ნელა ფემოთ ჩარდიოდა. ოპაი. ბიჭო არ აკუმულატორი ატრიალებს თო? არა ვფეთქდე ჩი. კაი მოიცა ეხა წინ იმას ვიზავდა ქვია. დაუკაჩავ ბენზინი, დაუკაჩავ. მაგრამ ამას ამ მქონდა და ეხა აღარ ამოაქვს. კაი მოიცა რა შეიძლება. ვა. აი ვოლო გადაკარი და ხო გეწადია. მიდი. კომენტარებში დაწერეთ როგორ დავქოქოთ რა. მენი პროფესორი გამოხდება ისედაც. არ ვიცი ძმაო, რაც არ ვიცი, არ ვიცი. მე ვიცი კი let's go რა. იგი წადე ერთელად რა. მე მგონია ეს უნდა აი. ვაი, მოდი. Komu. არა, ჩაფრა. არა, უნდა, всё, დაწიმორჩევს, всё, დაიქოქება ეს. ცოტა ხანი გახურდეს და ცოტა ხანი გახურდება და ეგ არის რა. ეხლა ბანჯარად კიდე ჩამოუწევ და მეცა პაცოსი. ეგ არის ბატო. აუ, სახში არ შემიშვებეთ, ძმაო, სად ვიყავ? აი, დავქოქ ეს მანქანა. აი, გასაღები. გეუნებ კი let's go არა, რომ მიდიხარ თავის თიხსნება. ამ მანქანას გადავიყვანთ ეხა GM-ში. ისე 4 წელს გავუკეთებთ. არა, მაგას მაინც არ გეტყვით, რაღაცას შევინახავთ ჩვენთვის. ვიდარჩით ვიდეოს უყურეთ, აქვე გეტყვით, რომ არხის წამდგენია სპორტული საინფორმაციო პორტალი Korokojī, ასევე ჩვენი ახალი პარტნიორი Cargopolo, რომელიც დილერებს ეხმარება ავტომობილების ჩამოყვანაში და რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორი Elfi. დიდი მადლობა სამივეს. ეს არხი რო არსებობს და ჩვენ რო ვარსებობთ, თქვენ რო გვიყურებთ და მოგწონთ ეს გადაცემები, ჩვენი პარტნიორების დამსახურება, აქედანაც ძალიან დიდი მადლობა. ბავშვობაში სულ მეგონა რომ ეს მოიპარეს Fiat-ისგან, ჩუმად რაღაცა კაკების აგენტები გაუშვეს და რაღაც ნახაზები წამოიღეს. სიამოვნებაში გაფართოვება უნდა და საბჭოთა კავშირის ბაზარს, უფრო ბევრი მანქანის წარმოება უნდა და რაღაც წავიდნენ და Fiat-ის ქარხანა იყიდეს, ჩამოიტანეს, ოფიციალური ხელშეკრულება დades და გადაიხადეს 1 მილიარდი. რავი, მაშინ მილიარდის გადახდა იქნებოდა, რავი, დღეს 10 მილიარდი წარიქნება, მე მგონი მაგდენი, ბევრად მეტი იქნებოდა. ვაიმე, ძაღლები იცი შენ ეს რა მანქანაა? წამოგიდა გაკატაო. ბავშვობაში მეგონა რომ Jiguli და Lada იყო სხვადასხვა და ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ. ეს ნოლადინი ისეთი მაგარი იყო, თავიანთი ჭკუით ოღონდ, რომ იმპორტზე უნდა გაუშვათ. მთელო ევროპამ ამით უნდა იაროსო და Jiguli ასოცირდებოდა Jigolosთან. და ეს სახელიო არ იმუშავებსო
და დაარქვეს ლადა. იალქანის ფორმა რო აქვს, თუ დაკვირვები ხართ ლოგოზე და გაუშვეს ევროპაში და დღემდე მთელი ევროპა ამ მანქანებით დადის, ხო იცით თქვენს? აჰა, ჩვენც ახლა რაცა უნდა BMW-ზე იჯდე და Mercedes-ზე, მაინც მოვედით და ვიყიდეთ ეს რამდენი წელი გავიდა და ნუ ეხა ამაზე ბევრი ისტორიას არ მოვყვები, იმიტომ რომ რაც დაიწყეს, ტიმემ არაფერი არ შეცვალეს, რა, ცოტა ძრავი მაინც გაზარდე, ან რაღაცა გაზარდე, ან რაღაცა გააკეთე, რომ ცოტა უკეთესი იყოს, მაგრამ არაფერი. მაგრამ ჩვენ ვართ ამისთვის, რომ ამისგან ის გავაკეთოთ, რასაც არავინ არ ელოდებით და გავყვეთ პროექტს. წამო ეხლა საბურავად დავბერავ და დავუყევით ჩვენ გზას. აუ აქ ისეთ სიმენზურეა. ეხლა თორმუზია მაგ მე რა გავაკეთე. ურა მე ამის დავოჯახე. წინა ბამპერი მაინც არ დიოდა. ანუ ძალიან საინტერესო იყო ესეთი მანქანები, რომ აი ოჯახებს ჩაისვავდნენ, რავი, ცოლი, შვილი, რავი, მშობლები და მიდიოდნენ ხოლმე და დასავლეთში. როგორ შეიცვალა თაობა ნახე? არა და ფაქტურად შემიოცნების მანქანაში ვზივარ, არა? ანა. გაზ ვაჭერ ჰიდრავლიკა მოხა გავიდი აქ სადღაც მეორე უნდა მისვეს აქ და დავაბუქსოვა. ვა, თორმუზი არ მაქვს თორმუზი. აუ იცი რა გამიკვირდა ზანში? ხმა არ ქონდა რა. სულ ხმა ხმა. ვიცი პირველ ჩავაკეთე. მაგრამ ეს პირველით მივა იქამდე. აუ ამის ზანოსობის ვიდეო იქნება სასაული, მო. ეგმები იცვლება მე რამდენი. აი ზაც ისეთია 90-იანების თბილისში რა გზაც იყო, ახლა ზოგადად ეგეთ გზაზე მივდივარ რა. მეგონი უკანა საბურავად და ჩვენი. ეს ევროპული მანქანები რო შემოვიდა გინ ამერიკული და მე ვიღაცა კიდე რაღაცა ნივას რომ მიტირის ან ამ მანქანას რომ მიტირის და ჩვენ რაღაცა პროექტისთვის გვინდა და ოპა, თორმუზი არ გვაქვს დავგვერდით. ისე ჩავაკეთოთ. ოპა. აი ეს რა უბედურება. ამით უნდა იზანოსო და ამით უნდა ითევზაო. ამა ვინმე თუ მიხვდები სპოილერს დაწერეთ კომენტარებში. მოდი ხა გელაშვის დაურეკავ მე. ეთი ნახოთ. ვიდეო უნდა ჩაუგდოთ რა სიტყვის ამაზე. ეხლა გელაშვის დაურეკე და მეთქი ჩევა მომეცი ამ მანქანაში რა ჩავთ LS-ი ჩადება აღარ გვინდა ეს ამოვიდა LS-ი ხალხში და გაბელიას ველაპარაკებოდი ერთი თვის წინო და რაღაცა იმან ეს მანქანა მინდა ამან ეს მანქანა და ჩემი ოცნება არისო VFTS-ი ავაწყო ესე ვიფიქრეთ რახან გაბელიას ოცნება არის არ ვეტყვით GM-ში ისე მივიყვანთ გელაშვილ უკვე ნაყიდი მაქვს ხო და გამოვაგზავნეო იმას მანქანა არა აქვს ჯერ ნაყიდი და იმან ბაბუესი უყიდა მოდი ესე გავაკეთოთ რომ ეს მანქანა გაბელიას გადავცეთ. და ჩვენი გეგმები ახლა უცბად რაც დავალაგეთ, სანამ მკობურად დაკლიკავდა, მანამდე იყო რომ გაბელიას ერთი კვირა გავუშვებთ, რუსთავში იქნება. ფუტრაგზე მუშაობს, ავღანას ფუტრაგზე. ეგ ვიდეო რა თქმა უნდა მალე იქნება. არხი გამოიწერეთ, ხო? აი, ქობ უთხარი არხი გამოიწერეთ. არხი გამოიწერეთ. მანქანა ყავს, აბოსი გვაქვს, ძრავს ვიყიდით. 1 და 8 BMW ძრავი მინდა, 1 და 8 ES-ი მინდა. ES ხო იცი ნიშნავს? ირაკლი შალიკაშვილი ცნობს ES-ი, ვინც არის იცით? ძრავი თვითონ ჩადოს, მაგრამ გაბელიას გაუხარდება? იმიტომ რომ გაბელი არის ყველაზე არაემოციური კაცი, იმენა ემოციები არ აქვს და დაადე, იმით რა ქვია. ეხლავე დაადე რომ გაბელიას უხარია. გაბელ გიხარია. ანუ ნახე გზაში ამიხა მანქანა, ხო? ეგრე გამოდის. გაბელას არა, მაგრამ ჩემთან სახში რო ხარიათ ეგ უეჭველი ვიცი. კაი, ძალიან ბევრს ბაზარ, წავედით.
მოვიყვანე ჩვენი 01 GM-ში, ბოდიკიტი ჩამოვიდა. ეხლა ყველაფერს შევაყრეთ 10 საათია, 11 ნახევარია დაახლოებით. გვინდა რომ რუსთავში ჩავიდეთ, იქ ვაჩუქოთ, ძრავი მანქანაში გვაქვს, ყველაფერი მზად გვაქვს. ეხლა ვიცით რომ იდეალური არ გამოვა, მანქანის შეღებოს ვერ ვასწრებთ. ბევრი რაღაცა არის გასაკეთებელი. თავი რაც არის ძრავი არის შესაძლებელი, მას ფიზიკურად ვერ ვიზროთ, რომ დიდი სიამოვნებით გამზადებულ, დასრულებულ მანქანას ჩავუყვანდით, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია, ყველაფერი მოვაგროვეთ. ეხლა ერთიანად შევაყრით და წავალთ რუსთავში. დასრულდა ჩვენი 5 საათიანი პროექტი, 5 საათში მოვასწრეთ, მე დღეს უნდა ჩავიდეთ რუსთავში. ეხლა არ ვამბობ რა გავაკეთეთ, იმიტომ რომ ხალხი არის მოსული. ეს დღეები მეკითხებოდა, რომ რასაკეთებ. და თუ გამოიცნობს რა შემოვიყვან. სანამ გადავხდი, ბევრი არ მაქვს სალაპარაკო. მობძანდით ბატონო ლევან. უნდა გამოიცნო ჯერ, აბა რა პროექტია. მოდი, აქეთ მოდი. სამწას გაწევ. ამ კრიშას რო უყურებ, მე ხვდები რაც არის. თქვი მე. სა 0 დინია? როგორ მივხვდი? აი ამითი არის. კრიშით. ადო? არ არის 0. კრიშის ფორმით მივხვდი. არ არის 0. არ არის? ბიჭო, იმე 0 დინია ხა რო უყურებ აი ფორმებით. არ არის, სხვა მანქანაა და ერთის და გამაზე. Tena. რა. ბიჭო, რა წერსკია. თემა იცი რა არის? დოშ პროექტი ქონდა გადავწყვეტეთ რომ გავაკეთებინა 0 დაგვესწრაფათ რაღაცები და მე ექსაში გელაშვილს ვებაზრ. და გელაშვილმა გითხრა რომ ის ანუ გაბელასაც იგივე იდეა ქონდა და ეხლა გადავწყვეტეთ რომ გაბელას ვაჩუქოთ ეს. მართლა. და ამის გარდა კიდე ძრავი დავითრიე და ძრავის თომაჩქო, ძრავის თომი ჩადოსყა და ეხლა დღესდღეა შემოვაგდეთ, რაც მოვასწრეთ ეს იყო რა, აბგვესი რაღაცეები დაუყენეთ. და ეხლა გაბელა რუსთავში და უნდა ჩავიდეთ იქ. ხოლმე ბიჭო. ლაბა უკეთესი ვერაჩუქე. ჩაეტევი ვაფშე მიდი ნახე. ბავშვობაში ვეტეოდი და ეს სპეციალურად დატოვეთ ამით. ბიჭო, ანუ გათვლილი არ იყო გაბელასთვის ეს. ანუ просто გზაში მოვიფიქრეთ ეს თემა და ანუ ეგრე გამოვიდა რა. თორე მოშ მე მინდოდა. ეხლა ვიფიქრე რომ გაბელას ხო 0 დინი ეყოლება. მე 0 დამინდა. გადი, ჯავაბ ჩვენ. კი, ძმაო, გადაობთ. ასარ ვეტე. ოჰო. Давай, состав, აბა. ხას რა ვიცი, მაგაცები ნოთ, აი, ეკლასით მოძრაობენ, მე რაღაცა. მე რატო შემხვდა, ბიჭო, ესეთი მაგაც. ნუ ლადინა. აი ტიპი თხილამურებით არის შუა იმაზე შეხედე. სურო. სურო გონია რაღაცა. სოყალეობაში რატო? ხასეთებლები, იცით? ერთი და ერთია, თქო, გაჩაფხული. ძალიან 100-მდე აქვს რა. 100-მდე არის. რამდენია გასწვიცი მაგრამ. პაპაჩებს ყავდა ეს. რესტორანში პატარა ვიყავი და დიდი მანქანა მოჩვირე. დევრო პატარა. პაპაჩებს ელი ცხოვრება, ეგ მანქანა ყავდა. ამ წვანე 0 დრო. ბიჭ, დააცვი ტორმუზი გქონდა ფოტოშოპის და. ცოტი? ტორმუზი გქონდა. აქტივი გვეცით ჭიე. თუ რამე სიჩქარეში უნდა ჩავაგდო. ამოვა. და
აუ წინი ვინა მაგარი მეგველოდება არადა რა კაი პორშე იდგა ჯიებში. ოშიც იქნება ძმო სად არის სულ ეგრე პირდები და ხან მინიში ვარ, ხან სმარტში. ისე აი მარტო მინი და დახრეულ მანქანები. თავსუ პატარა მანქანები. ის როგორი მანქანა არო აი ის ვერაფერს ვერ იტყვი ბიჭო, თქვენი მოგონებები, ძმაო. მარა ვაფშე არ მინდა მოგონებები ძმაო ეხა ისე ვწვალო მესამეში მაგ მე ხომ ტენიდი შენ და ჯექს საჭესთან. ინა არა.ენი ოცნების მანქანა ჩემი ოცნების მანქანა ერქეთები და ძა. იგი ოცნების არა ერთ-ერთი ანუ დები რომ მაგარი დებილობა, მაგრამ მაინც. დები აი. სამი მანქანა მითხარი სამი მანქანა დავაყენებ გარაში. თბილისში ცხოვრობ მაინც რა ხო. ჯეკლასი ახალი. მინჯე კლასე და მე-7 სერია BMW 512. და მორა ხელკი. ნესტის თუ BMW 2014-ში ვიყიდე 2003-იანი მე-7 სერია. და 55. აი ის მანქანა რომ მიყვარდა. ეგრე მანქანა მე არც ერთი არ მოგვიჩი. ასე ვაკეთე. ანუ იმენა სიყვარული, ბრმა სიყვარული ვარს მე. და ესეთი პრაგმატულად ხოხტები. ბევრი ფული აქვს და შევიყვარო და რაღაცა. ეგრე მერსედესი რა. ანუ რაღაცის გამო რო გიყვარდება ხო? გულის და რაღაცები და ეგრე რომ მერსედესი. მაგრამ იმენა გულით რასაც კი და სკუთი ყავდა ემი და ხელა სიამოვნებას ვიღებდი რომ ამ GLS სტარებით ხელა სიამოვნებას ვიღებდი. თუმცა უფრო აი ესე ვზია რა. ამამით აი ესე ვზია რა და იქ იმენა სუმინდა აუ შენ რო ჯეკლაშს და ხელი გადმოვადო კობულა ხო ეგ მოკევი ხაი კობულა ხო დაამოტაჭებ და მე და კობულა კაროჩე ტომი და ჯერი რა სულ კუბეთ და კობულა მოძრაობს სკროლით და ამ ჯეკლასი რომ და დანცი არა აი მინდა რომ ერთხელ აი კუბულას რომ დავინახავ ამას ეს უშტელები მოგვედები და და მოუხერო იმენ უშტელები და თავავდო აი მე რაგარაგა უნდა გავბოლო მთიანებსო რა დიდებსო პატარა ისა რა ისო რა ჯეთანის რამს ბიჭო აი ლამბორგინი ბუსი არა კარგი ჩუნია აუდია რა ჩემს აუდი ბავშვობაში რა ცნება გქონდა რა მე და პატარა ვიყავი მართლა მინდოდა 0 ძილი და ძივნოთ და ძევიდი მეთქი ამაზე მაგარი მანქანა რა ანუ მე ოპელ ვექტა რომ გამოვიდა ეს მობილური სარკეებით მეთქი ვა ეგ რა არა ვექტრა არ მევასე ბავშვობაში მოგდა დებილი ოცნება რამე რა ოპელი არასოდეს არ მევასე დორშესტი მევასებოდა მაგაჩებს მოდა და მე რომ წარმოვიზარდე უფრო იაპონურები მომწონდა სილვიები და რაღაცა სუბარუ მევასებოდა იმპრეზა სუბარუ მე მგონია რომ ავტომობილი არსებობს ვისაც რაღაცა პერიოდი სუბარუ არ ევასებოდა აი რალის მომში ხო რალის მომში იაპონურები არ მევასებოდა რა ეხა ის SX-ს ყავს ის მევასება და ბავშვობაში მევასებოდა Mazda RX-7 ბავშვობაში უფრო ჩაკეტილი BMW-ში გივიყავი რა მეთქი BMW-ს გარდა მას სხვა მანქანა არ არსებობდა რაღაცები მე ვეფიქრე რომ სხვა კაი მანქანებიც არის BMW არა მაზეც ვარ ნამყოფი პირველი თვით კი ჩადარდა ყოფილიზე ადა მე ორივეზე ვიყავი ორივეს დამტროლი ყავდა მანქანა მაშინ ჰოთელა მოიგო ხო ერთი ჰოთელა მოიგო ერთი თევზაძე მოიგო ორივეზე არა მაგარი ჟიური იყო ჟურიში რო შონზო იყო და შონზო და რაღაც ესტრადის კომანდა იყო მაგრამ ბიჭო მაგარი იყო რა ეხა რო იყურები ეხა ესე ეგეთი რაღაც ჩაატარა სასაცილოა მაგრამ
მაშინ პრობლემა. ბიჭო, როგორ არა, მაშინ ეხლა წარმოიდგინე, ეხლა ჩაატარო რუსთაველს. დღევანდელი დრიფტი. დღევანდელი აქვს. ო, ანუ აი რუსთაველზე რო ჩაატარო, სასწაული მოხდეს. ანუ ხას დავიწყებული აქვს ვაფშე, რო ვარცებობთ. იმიტომ რომ რუსთავში აი ძალიან ავტომოყვარული გამანდა ჩამოდის რა. იმიტომ რომ რეგიონებში ჩავდივართ ზუგდიდში და იმაში მათმა იციან და თბილისში არის ის ხალხმა. მე ბევრს სიყვარული წამოვიდა აი დროიკიდან რა, ეგეც ვიდეოებიდან მაშინ ჩემი ნაჯლომიც ავიყავ ნორმალურ პერიოდში. მეშვიდე სერია რო ვიყიდე მე 2014-ში, ხო აი ვაფშე. ეგრე მომავალში რა მანქანაც არ მომიყიდო, ეგეც ხავდა. პირველი ყოველთვის ეგ არის. მეც სიჩქარო ვიყიდე. რომ მივედი, რომ ნახე რომ იგივე ცუდად გავხდი. არა და ვიძე ჩემი მეუბნებოდა რომ არ შეიმჩნიო მოგწულს და რაღაცები რომ ფასი დავაკლებინოთო და მე ჩავიკეცე ცუდად გავხდი ეგ იმენა. აკალებდი ხო? ო, მეცი რა. ავკიდეს ვიჩხარი ერთი ორი რამე რა. მაგრამ ვინა ამერიკაში პროექტაშეს ეროვნული ჯერდები უნდა გავიკეთო მტრავასთან დაკავშირებით. ორნი ჭალასთან მოვედი. მალე ჯალასთან. არა ის თუნელიც არ არის რა, გადახო. ეხლა რა არის, იცი, ამაზე რო იყენოს თავისი საბურავები, ბევრად კომფორტული იქნება. ყველი პირველად არის რომ ამ 40-იან მონაკვეთზე აინას არ ავიდე, ვერავიდე. ვერავიდე. ათა შორის კარებური გავარე. ჩიკასის. მე აი. ცა? განტი რეკლამაა. ეგ არის. მაი არ მეკჭირობთ. ჩავხიეთ ეგ არის. ახლა ჩაუდგეცი. ბორდის მარშრუტს გავასწავლე. მე ხუთი სიტყვებს და ყვა არა. გავუკეთე მე ხუთი კიდევ არის არის. აი ხოთადი. არა. ეხლა ამდენიც მივდივარ ეხლა. რამდენს დადებს მას? აქ 60 წელი მას 60 უჭველი არ მივდივარ. ეხლა მივდივარ 48 და აქ წერია 60. შენი მხარე რო იდება ნახე. წონის გამო. ხო. აბა ჩემს კი მოიწი. არა ბაჭი. მე ვერ გადმოვიტარე წონი. დაჯი ფინანსა. ეს ბაზარზე გავივლეთ და შევაფასებინო. შემათი არ იქნება არა. რამდენ შემოვთავაზე? ამას ბოლომდე რომ გავაკეთებ. და ერა კაბელა რო გააკეთებ. всё. არა, მე უნდა ჩაკვიდე მარნეულშიას. ახაცილში. გაცვლაზე არ გაგვიწევს არა. ბაზარზე. გაცვლაზე შევთავ. ამაში? არა, მოიცა ვაჭკო და მე რე გაცვალე. იმაში. კაბელანო თქვას რომ გელაშმეს ვერ გადავებოდიო ეს და ჯართი მომწრია. ო, აბაში ერთი და რა. ერთი და მო. რა თქმა უნდა. ბიჭი, პუტარ არის, იცი, ვაფშე ყველაფერი მას შეცვალა. ამის არაფერი არ ცხადავოი, არაფერი არ გაუძლო. კუზაუს იყენა, მე კუზაუს და გაამაგო. რუსთავი ჩემი ქალაქი. რუსთავის მერი რო ვიყო, ნორბერნიგი ხო იცის როგორც არის. ეგრე გავაკეთებდი რუსთავს. ავტოცენტრად გავაკეთებდი. შაბათ დღეს გავაკეთებდი ზანოსობის დღეს. კვირას დროზე იარეთ რაღაცა ობიექტები ან ობიექტამდე. აი. მოკლედ, მეგობრებო, მამამის. მომიცეთ რუსთავის მერად. აუ, რუსთავის ირაკში ისეთ რაღაცებს გავაკეთე. სპორტული მანქანის წარმოებას გავაკეთებდი, აზოტის ქარხანას გადავაკეთებდი. და მანქანას დავარქვათ აზოტი. აზოტი. აუ, ნახე, ყაზახმა ისე შემოხდა ვაჭარმა, რომ უეჭველი უნდა დათრევა. იმას ხსნიდა ეს ჭრილებით, ბარსეთებით რო დადა. ეგრევე ფული გაამზადა. გაბელასად. ჯუგაბელა აქ არის, ხა თითქოს ისეთ საქმე, მაგრამ ისე გავაკეთე, რომ მანქანა არ ენა. მე ერთი სული მაქვს სასიკვდილო რბოლის ვიდეოები, როდის დაიწყება რა. სასიკვდილო რბოლა დაიწყო.
ისეთი მაგარი მინდა გავაკეთო. ვერავინ ანუ მეც ვეღარ გავიმეორო, რა. ხო. შატარი. უი მეყარებს მერო. არა ერთი ორჯერ გაიგო. ვიცი გაგი. გაბელ ნახე რა მოვაგდეთ, გაბელ. აბა, როგორია? ახალი პროექტი გვაქვს რა. გილოცავთ. აჰა, გილოცავ რატო ხა შენია რა. სუმწვარეზე. თავისი ატრაკე ბიჭო. არის ვეფტე ისიც ვეფტე. გინდოდა? აბიუკა თუ რაღაცა მოძრა, წამოგანახებ ამას, აქ ეს გდია რა. ტესლი აბიუკებია. რა ხო იცანი მესტესია. სასტავ გაბელიასგან ემოციებს აღსავსოთ. დაჟე რომ გაიცნეს იგი ძალიან გაუხარდა კამერას ხო გაბელ. თან ახლა ახალი კანონები შემოდის და ამას ფასი დაედება ხო. სადარ. რუსთავში ჩამოდივარ ხოლმე ბალიზე ვისვენ და რაღაცა და რუსთავში ჩამოდივარ ჩემი დასვენება ეს არის რა. მანქანა გაფჭებული თუ არა. მოგწონ შეჩემა თუ არა რა. ახლა სერიოზულად. ჰა? ნახე რა არის. მოიპარე თუ რა ქენი ჩეჩმა. გახსოვდა ბავშვობის მერე ეგ როგორ უნდა გექნა? ბიჭო მითხრეს თორე მე ეგეთი კაი ბავშვობა არ და მქონდა. კარი გაბელი გაიარე. ბავშვობაზე რა თქმა იმიტომ იყო ისა მთელი ქალაქი უყურე. შეგამო კი არის. რაც შემოვიდა. აი აქ არ არის. აი კრე გაფუჭებული ნახე. ამას. რეტრო სტილში პირიქით მაგარი. იმენა მაგრა უყო. აი თავისი ხედი ნახე. ხო და ესენი რო აი. აი ეს კი მაგრა უყო რაღაცა. აჰო. იმენა ვიცაძლოს. ანუ თემა იყო რომ გეგმები კი შეიცვალა პროექტის ფორმა. გაბე ერთი დღე უნდა გათხოვო. ოც ძრავი მე გააკეთე. ტორმუზი გაგვიკეთე და გავგვიშვი რა. ერთი დღე და მე ვსიო. ანუ მაინც დაასახე, ხო? არა, ტორმუზი გვინდა, მე სხვა ვერ გააკეთებს რა. ვინცა ის გადამიღებო ხაი. At the starting of the week, at Summit Talks, you'll hear them speak. შემდეგი ვიდეო იქნება Death Race-ის ვიდეო, რასაც ყველანი ელოდებოდით. გაიგებთ რომელი იუთუბერები დაждდებიან ამ მანქანაზე არა. ჩვენ პირველ მანქანაზე. ასევე კომენტარებში ას დაწერეთ. 100% არა, მაგრამ 80% მაინც დავაკმაყოფილეთ. ასე რომ ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს Death Race-ზე. დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს და არხი გამოიწერეთ, რაც თავარია, იმიტომ რომ ყველას გაქვს ჩანსი გამომწერები ჯდებიან იუთუბერების გარდა და არხი უნდა გქონდეთ ამისთვის გამოწერილი. წავედით. At the start